ხედავთ თქვენ, რამდენად ცუდ განმავლობაში შეიძლება ჩააყენოს ქალაქში სიტუაცია, უპასუხისმგებლო კომპანიის მოქმედებამ დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო ეს ბაღი, კონტრაქტი და სახელშეკრულო პირობები რაც ჰქონდა გათვალისწინებული და ხედავთ ახლა რა მდგომარეობაშია. დეკემბერშივე დაიწყო პროცედურები, ჩანიშნულია კომისია, სადაც მიიღება გადაწყვეტილება და აღნიშნულ კომპანიას გაუწყდება ხელშეკრულება, დაერიცხება პირგასამტეხლო შეუსრულებელი სამუშაოსთვის და ეს სანქციები წამოვა რუსთავის ბიუჯეტში. შესყიდვების სააგენტოს ეცნობება კომპანიის არაკეთილ სინდისიერების შესახებ და სააგენტო მიიღებს უკვე გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით შეიტანოს თუ არა შავსიაში აღნიშნული კომპანია, რომელიც უკვე ვეღარ შეძლებს სხვა სატენდერო პირობებში მუშაობის განხორციელებას და აღარ დააზარალებს სხვა ქალაქებს.